ფრენები და არის ძალიან საინტერესო აქ ჭურჭელი, შეიძლება შემდეგი ჭურჭელი, რომელიც ძალიან საინტერესო და რატომ არის შიფასიდან ნარჩენები მეორე ჭურჭელში ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როგორც თქვენ ხედავთ ამ დროს არა თუშულება წინა როგორც თქვენ ხედავთ ამ დროს ჭურჭელი ჯერ იყო არ იყო დასწრებული ხელი ჩანს ძალიან კარგად უსწორო მასწავლებელი ხო ხედავთ არ არის სწორი კედლები და სწორედ ეს ძალიან კარგი ხელსაყრელობა ჩვენთვის რადგან შიგნით შიფასი იჭერებოდა ვერ ირეცხებოდა კარგად იცით და სწორედ ეს ორგანული ნაშთები ძალიან კარგად ინახებოდა აი ამ ღრმულებში და რაც იყო სკერზე და ამიტომ ჩვენ რაც გავაკეთეთ სწორედ ასეთ ნატეხებიც იყო ჭურჭელი არ იყო გადაჭრილი გორაზე იქ ნახეთ უძნის პრისმატლები ან ეს იყო ნამდვილად ღვინის ჭურჭელი და ასევე თუ შეიძლება შემდეგი და ასევე ჩვენ ნახეთ ეს ასეთი ჭურჭელი ვაგრძელოთ შემდეგი აი ამ ჭურჭელში ხედავთ რომ კარგად არის ტექსტილის ანალიზი რომ დაგესტესი გააკეთეს ეს ჭურჭელი და აი ამ ჭურჭელში იყო თაფლი იმიტომ რომ აი მოსწორმახროვანებში პატარა ნაპრალებში კარგად შეინახა და იყო თაფლი იყო სამხურა იყო ესეთი ბევრი მცენარეების თაფლი შემდეგი თუ შეიძლება დიახ ეს რომ გითხარით რომ სხვა ჭურჭელში ნაკეთებში ჩვენ აღმოაჩინეთ ღვინო და ეს არის პრისმატლები შემდეგი თუ შეიძლება დიახ ეს რაც შეეხება მოკლედ ნეოლითურ დროს იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცოტა შევისწავლეთ ჭურჭელი ნეოლითური დროდან მაგრამ ძალიან დიდი მასალა შესწავლილია სწორედ ბრინჯაოს პერიოდის მასალა თქვენ ხედავთ რომ აი ამ დროს ნეოლითური ხანის სამარხები ძალიან ცოტაა არქეოლოგები არიან დამთანხმებიან მაგრამ რაც შეეხება ბრინჯაოს პერიოდს არის უამრავი სამარხები და იყო ტრადიცია მიცვალებულს საიქიო ცხოვრებისთვის აკამდნენ უამრავ ჭურჭელს აი ხო ხედავთ და აი ამ ყველა ჭურჭელში იყო სხვადასხვა კერძები და ჩვენ ვცადეთ და ამ სწორედ ამას ვსწავლოთ და აი შედეგებს ახლა მაგასაც შეიძლება დიახ აი ასეც მისი მაგალითი ვაკეთებთ დიახ შევჩერდეთ ამ კოდიანას ხალხი დაკურია სამხრეთით სოფელ საკილესთან მდებარეობს ეს მდებარეობს მაღალთაში თითქმის 2000 კაცინებით მეტია ხო თქვენ ხედავთ ეს ტყის ზედა ზოლია ეს გაითხარა ბიბის როცა ბიბი აწარმოებდა თავის ამ ნავთობის გაყვანა ხაზის და მაშინ გაითხარა და აქ აღმოჩნდა სამი ჭურჭელი ორი ჭურჭელი თუ შეგეშებები ორი ჭურჭელი იყო ისე კარგად რეკონსტრუქცია და მესამე ჭურჭლის იყო ნამეხი. როცა ჩვენ შევისწავლეთ ეს პალეონტოლოგიურად, აღმოჩნდა რომ სამივე ჭურჭელში იყო თაფლი. და თაფლი იყო სხვადასხვა ხარისხის. ანუ ერთში იყო ცაცხვის, დიდ ჭურჭელში იყო ცაცხვის, თქვენ ხედავთ მტრის მარცვლებს ცაცხვის. მეორეში იყო დომინირებდა მარცვლოვნები, თუ შეიძლება მარცვლოვნები და კიდევ იყო ძალიან ბევრი მარცვლის მტრის მარცვლები. ეს არის მარცვლის მტრის მარცვლები. და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩვენ ეხლა პალეონტოლოგები ვსწავლობთ არა მხოლოდ მტრის მარცვლებს, მცენარეთა მტრის მარცვლებს. ჩვენ ვსწავლობთ ყველა ორგანულ ნაშთს, რაც ჩვენ ამ ნიმუში ამოდიდება, ხო ვამუშავებთ და მთელი ორგანული მასალა ამოდის ზემოთ. და რა საინტერესო გადაგიხდა, რომ თაფლში ყოველთვის არის ბუსუსები, ფუტკრის ბუსუსები. ეს იყო ჩვენი აღმოჩენა, მსოფლიოში აქამდე არავითარ არ გაუკეთებია, მე სიამოვნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ახალი ფურცელი გადავშალეთ ამ დარგში. თქვენ ხედავთ, ეს არის თაფლის ფუტკრის ბუსუსები, გამოყოფილია 5 ტიპის, იმიტომ რომ თათებზე სულ სხვადასხვა ბუსუსები აქვს, გულკაზე სხვადასხვა ბუსუსები აქვს და თავიდან რაც არ იყო ადვილი ამის აღმოჩენა, იცით? მე ამ ნაშთებს რომ ხედავდი, მე უფრო მცენარეთა კლები მეგონა. მე იცით, შევისწავლე თანამედროვე თაფლის სამსახურში უკვე იცოდნენ რომ მე ვაკეთებ ანალიზს და მომიტანეს რომ ერთი ნახე კარგია თუ არაო და უნდა ვიყიდო თანამშრომლობა მომიტანა. და რო დავინახე გავაკეთე ანალიზი, დავინახე ისევ ეს ეკლების საკითხი რაღაცა.
ვიფიქრე, მე ინდა ჩემი დოქტორანტი ენა მარტოხიშვილი ვიცი რომ ამას ვიძახდა მე ფუტკრე და უთხარი ინდა ეცობდა ერთ ორი მკვდარი ფუტკარი ჩამომიტანეს ჩამოასვენეს ორი ფუტკარი ჩვენ ეს მიკროსკოპის ქვეშ არიღეთ და ყველაფერი დავიწყეთ თათებიდან, ტრანჭებიდან და რა ბედნიერი ვიყავ თქვენ მე წარმოგიდგენთ რომ იცით ძალიან დიდი ბედნიერება იყო რომ გავიგე ეს რა იყო და ეს არის ძალიან კარგი მარკერი თაფლის პროდუქტის არა მარტო თაფლშია ეს ბუსუსები არამედ სანთელში იმიტომ რომ რაც არის ნაწარმი თაფლის არის ასე თაფლში ასევე და იცით რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ყოველთვის სუფთა მასალა ხო არ ხდება ჯუჯებში იცით რომ იგრება სამარხი მიწა იხრება და ზოგჯერ არის აი მხოლოდ მიწა არის მარტო ფსკერზე რაღაც მაგრამ ჩვენ თუ ტვერთან ერთად ვიპოვეთ 2-3 ბუსუსი მაინც ჩვენ უკვე შევიძლია დაჯერებით ვთქვათ რომ აიღოთ ამის ეს არის ჩვენი დიდი მიღწევა შემდეგ დიახ რადგან თაფლზე ჩამოვაყენეთ ლაპარაკი შაშა საბატონო ირინა გათხარა ძალიან საინტერესო ძეგლი სამარხი ეს არის მის რეგიონში სადაც საბადოებია უფრო საბადოებია დიახ კაზრებთან დიახ და მეც იყო ძალიან კარგი ჩონჩხი და მასე ანთროპოლოგია დიქაძე და მეც გამიწავდეს დიახ ხო რა აღმოჩნდა უნიკალური სამარხი ასევე თარიღდება ისევე როგორც კოდიანას ორღანი მოვაპატიეთ არ გითხარი ეს არის ადრეული ჯაო კოდიანას ორღანი არის მე მეხუთე საუკუნე ძველი ჩვენ ძირითადად დაიწყამდე ესეც ასევე თარიღდება ზუსტად და თქვენ რომ წარმოიდგინეთ აქ რა აღმოჩნდა აი ამ ჯუჯერში ხედავთ ჯუჯერს ხო ხედავთ აი ეს არის ჯუჯერი აი ამ ჯუჯერში შემდეგ პროგრამა არის ხედავთ აი ამ ჯუჯერში სადაც მე ამით 3 ნიმუში შევისწავლე ფსკერზე ველზე აქაც აღმოჩნდა თაფლი ეს იცით რა არის ძალიან დიდი ბედნიერება ზუსტად რამოდენიმე ორი წლის წინ აქ იყო ნიჭიერ გეოგრაფიკის ხალხი ჩამოსული რომელიც აკეთებდა ფილმს თაფლის ისტორიაზე და რომ გაიგეს ეს ჩვენი ამბები გაუცნო იმიტომ რომ თაფლი ჯუჯერში